გამარჯობათ, ეს არის პოლიტიკის ექოს ახალი ეპიზოდი. დღეს ვისაუბრებთ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაზე და მის გავლენაზე კავკასიის რეგიონში. ზოგადად კავკასია არის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სივრცე და ისტორიის მანძილზე არაერთხელ მიუპყრია საერთაშორისო პოლიტიკური მოთამაშეების ინტერესი და არაერთხელ ყოფილა მათი ინტერესთა გადაკვეთის წერტილი. გავიხსენოთ თუნდაც რომის იმპერია, პართია, ბიზანტია, არაბები, სელჩუკები და ასე შემდეგ. თუმცა 1453 წლის შემდეგ, როდესაც კონსტანტინოპოლი დაეცა და შავი ზღვის რეგიონი გადაიქცა ოსმალეთის ინტერესთა სფეროდ, დასავლეთმა დაიწყო ახალი გეოგრაფიული გზების აღმოჩენა, დაიწყო ახალი ეპოქა და ევროპა დაიწყო ეგრეთ წოდებული კოლონიების პერიოდი, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა დასავლეთი, ხოლო კავკასიის რეგიონი დარჩა მცირე რეგიონალური ფუნქციის მატარებელ სივრცედ. მიუხედავად ამისა, ის მაინც საინტერესო იყო რეგიონალური მოთამაშეებისთვის და ამას ხშირად შევხვდებით ოსმალურ-ირანული დაპირისპირების ფონზე, მათ შორის უკვე მოგვიანებით რუსულ-ოსმალური ან თუნდაც რუსულ-ირანული. თუმცა მე-20 საუკუნის დასასრულს, როდესაც ცივი ომი დამთავრდა და ამერიკა მოიპოვა უპირატესობა და გახდა მსოფლიო პოლიტიკის ჰეგემონი, კავკასიამ დამატებითი გეოპოლიტიკური ფუნქცია შეიძინა. ხოლო მას შემდეგ, რაც 2010 წლიდან დაახლოებით ჩინეთმა დააყენა უდიდესი კითხვის ნიშანი, დარჩებოდა თუ არა ამერიკა საერთაშორისო პოლიტიკის ჰეგემონად, იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წლიდან დაახლოებით 20%-ით გადაასრო ჩინეთმა შეერთებულ შტატებს მსოფლიო ვაჭრობის პროცენტულ მაჩვენებელში და დღეს ეს მაჩვენებელი გამოიყურება დაახლოებით 18.7%. მას შემდეგ, რაც უკრაინის ტერიტორია, კერძოდ ყირიმის ანექსია მოახდინა რუსეთმა და ხოლო შემდეგ უკვე სამხედრო ინტერვენცია, დადგა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის გადახედვის ეტაპი და ამ ეტაპში საკუთარი პოლიტიკური ინტერესი მიიპყრო კავკასიის რეგიონმაც. სანამ კავკასიაში განვიხილავთ არსებულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ახლო აღმოსავლეთზე, სადაც იმდენად საინტერესო მოვლენები ვითარდება, რომ ალბათ ცალკე გადაცემასაც იმსახურებს, თუმცა ეს მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენ მნიშვნელოვან პროცესებს ვხედავთ, მათ შორის სირიაში, როდესაც ასადის ხელისუფლება დაემხო და რუსეთს ერთგვარად გამოეცალა მისი დასაყრდენი რეგიონში, თუმცა ეს ახალი ხელისუფალი, რომელიც თავის დროზე დასავლეთის მხრიდან განიხილებოდა როგორც ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მის თავზე ჯილდოც კი იყო გამოცხადებული, დღეს მათ მოკავშირედ მოგვევლინა, თუმცა საინტერესო არის ის, რომ უკანასკნელ პერიოდში, უბრალოდ აი ამ დღეებში, ისრაელი ახორციელებს სამხედრო ოპერაციას სირიის ტერიტორიაზე და ურთიერთობა მათ შორის ძალიან დაიძაბა. ასევე უნდა ვახსენოთ, რა თქმა უნდა, ისრაელ-ირანის დაპირისპირებაც, როგორც მნიშვნელოვანი მომენტი უახლოეს პერიოდში, ჩვენ ნახეთ, რომ საკმაოდ უცნაურად დაიწყო ეს ომი, დაიწყო ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურების მუხარით და დასრულდა ბოლოს ტრამპის მადლობით ირანის მიმართ, რომ მან წინასწარ გააფრთხილა სანამ ის განახორციელებდა საპასუხო სარაკეტო შეტევას ამერიკულ ბაზაზე. ნელ-ნელა მიუახლოვდით კავკასიას, რა თქმა უნდა, ამ ახლო აღმოსავლურ მოვლენებს თავისი უდიდესი გავლენა კავკასიის რეგიონში და ნელ-ნელა გადავიდეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს უახლოეს დღეებში გაკეთებული განცხადება, რომელიც გაკეთდა თურქეთში ამერიკის ელჩმა ტომ ბარაკმა. მან შემოგთავაზა, რომ ამერიკულ შეერთებულმა შტატებმა შეთავაზა სომხეთს 100 წლიანი იჯარით აიღოს ზანგეზურის კორიდორი და დააკმაყოფილოს ყველა მონაწილე მხარის პოლიტიკური ინტერესი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი აჟიოტაჟის საფუძველი გახდა როგორც რეგიონში, ასევე საქართველოშიც. ერთგვარად შეერთებული შტატები ბრუნდება რეგიონში, ბრუნდება საკმაოდ გაძლიერებული მნიშვნელოვანი შეთავაზებით. და არის თუ არა ეს ტროასხენი და მოახდენს თუ არა გავლენას კავკასიის გეოპოლიტიკურ თამაშებზე, ეს ჩვენ მსჯელობაში უნდა გავშალოთ და დავინახოთ ის მნიშვნელოვანი პერიპეტიები, პოტენციალი და საფრთხეები, რომელსაც შეიძლება ამ განცხადებას სდევდეს თან. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აღნიშნული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც აბუ-დაბიში ალიევი შეხვდა ფაშინიანს, ეს იყო გამორჩეულად მნიშვნელობის მქონე შეხვედრა, რადგანაც წარიმართა რუსეთის მონაწილეობის გარეშე და გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, სად არის რუსეთის როლი ამ მნიშვნელოვან პროცესებში. ამ შეხვედრაზე, როგორც შემდეგ გამოვიდა ინფორმაცია, საუბარი შეეხო არა მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, არამედ ზანგეზურის კორიდორის
ეკონომიკურ და პოლიტიკურ პოტენციალსაც და მთავარი კითხვის ნიშანი გადის თუ არა რუსეთი რეგიონიდან გახდა საყოველთაო გაზის საგანი. ის რომ რუსეთის პოზიციები კავკასიაში შესუწყდა ადგილობრივი ექსპერტების, მათ შორის საერთაშორისო მიმოხილველების მსჯელობის საგნად იქცა და მთავარი ასე იგი ათვლის წერტილი, საიდანაც ეს საუბარი გააქტიურდა, ეს იყო აზერბაიჯან-რუსეთის დაპირისპირება, რომელსაც ჩვენ ერთად ვადენებდით ყველანი თვალს. საქართველოში ისიც კი განიხილეს, ვის რამხელა სამხედრო პოტენციალი გააჩნია, ვინ როგორ მოახერხებს თავიანთი პოზიციების დაცვას, თუმცა რა თქმა უნდა ეს მსჯელობის მოკლებულია, რადგანაც ამ დონეზე კონფრონტაცია არც ერთ მხარეს აწყობდა და არც მეორეს, შესაბამისად, აქ იყო რაღაც სხვა, რაც შეიძლება ჩვენს ხედველობიდან გამორჩენილიყო. მოკლე ქრონოლოგია რომ მოყვე აზერბაიჯანულ-რუსული დაპირისპირებისა, აი ამ დიპლომატიური კონფლიქტის დაიწყო იქიდან გამომდინარე ათვლის წერტილი იყო აზერბაიჯანის ესე იგი სამოქალაქო ავიარეისის ჩამოგდება, დაზიანება და შემდეგ უკვე ავარიული დაშვება, ყველაფერი დაიწყო იმით რომ მაშინ როდესაც გროზნოს, ანუ ჩეჩნეთის საჰაერო სივრცეს უტევდნენ უკრაინული დრონები, ამ დროს აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიარეისმა გადაკვეთა ჩეჩნეთის საჰაერო სივრცე, რა დროსაც განხორციელდა ანტისარაკეტო მოქმედება, საეჭვო ის თუ რამდენად შეეშალათ მოკლედ დრონი თვითმფრინავში, ყოველ შემთხვევაში თვითმფრინავი დაეშვა ავარიულად ყაზახეთში და იქ სამწუხაროდ სხდომ ადამიანთა უმრავლესობა გარდაიცვალა. საინტერესო იყო ის, რომ რუსეთის არაოფიციალური ვერსია იყო ის, რომ თავიდან ჩიტებთან შეჯახებას ემსხვერპლა თვითმფრინავი და დააზიანა ამით ესე იგი საპილოტო სისტემა და ამიტომაც მოხდა ავარიული დაშვება, თუმცა ძალიან მალე კადიროვმა აღიარა ეს შემთხვევა და მზად იყო გადაეხადა კიდევაც კომპენსაცია, თუმცა ალიევი იყო წინააღმდეგი, რადგან ის ითხოვდა ოფიციალურ ბოდიშს რუსეთის ფედერაციისგან და არა მისი რომელიმე რეგიონიდან. საინტერესოა ის, რომ კადიროვმა მედლი დააჯილდოვა ის პიროვნება, რომელიც ამ ანტი-საჰაერო თავდაცვით ოპერაციას ხელმძღვანელობდა, ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ფაქტმაც ამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ესკალაციის გამძაფრებაში, დაპირისპირების გამძაფრებაში. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს შემთხვევა მეტნაკლებად მშვიდობიანად დასრულდა, ეს ორხრივი პოლიტიკური დაძაბულობა. ამის შემდგომ 27 ივნისს ეკატერინბურგში რუსეთმა განახორციელა ანტიკრიმინალური სპეცოპერაცია. ეს ეხებოდა სპეცოპერაცია აზერბაიჯანულ კრიმინალურ დაჯგუფებას ძმების საფაროვების ხელმძღვანელობით. ერთი შეხედვით ეს იყო ჩვეულებრივი საპოლიციო ოპერაცია, თუმცა ამ საპოლიციო ოპერაციის შედეგად გარდაიცვალნენ ძმების საფაროვები, ოფიციალური ვერსია იყო, რომ ისინი გულის შეტევით შედეგად გარდაიცვალნენ, თუმცა მოგვიანებით დაიწყეს საუბარი, რომ ისინი ლიკვიდირებულები იყვნენ უშუალო სპეცოპერაციის დროს, რაც აზერბაიჯანის მხრიდან აღშფოთების საგნად იქცა, მეტიც ამ სპეცოპერაციას ეთნიკური საფუძველი არ ქონოდა, რუსეთმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ეს საფაროვების კლანი იყვნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები, თუმცა რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევოდნენ, დანაშაული ჩადენილი იყო რუსეთის მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე და მას არ ქონდა რაღაც პოლიტიკური სარჩული, არამედ ეს იყო ჩვეულებრივი საპოლიციო ღონისძიება. ამას შემდეგ მოყვა ის, რომ აზერბაიჯანმა დააკავა ადგილობრივი რუსული მედიის სპუტნიკის თანამშრომლები და საინტერესოა, რომ დაკავების ბრალდება იყო ჯაშუშობა, რაც პოლიტიკური დიპლომატიური საბოტაჟის საბრძოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. დაიწყო რუსეთში უკვე სპეციალური ოპერაციები აზერბაიჯანის არალეგალების წინააღმდეგ, ხოლო აზერბაიჯანული მხარე გასცდა არამხოლოდ ამ სპუტნიკის თანამშრომლების დაკავებას, დააკავა რუსი პირები ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით, თუმცა საინტერესო იყო ის, რომ გაავრცელა კადრები, სადაც ეს პირები ფიზიკურად დაზიანებულები არიან და საკმაოდ დამამცირებელ გარემოებაში ხდება მათი ესე იგი პატიმრობა. ამ მოვლენებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ქართული აუდიტორიის, მათ შორის სოფლიო აუდიტორიისა, იქიდან გამომდინარე, არის თუ არა ეს აზერბაიჯანულ-რუსული ურთიერთობების დაძაბულობის მნიშვნელოვანი პროცესი, რამაც შეიძლება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური ვექტორი შემოატრიალოს.
ყოველ შემთხვევაში სანამ ჩვენ ამ პროცესს და აი ამ ვერსიას მივყვებით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ თვითონ აზერბაიჯანულ-რუსულ ურთიერთობაზე. აზერბაიჯანი წლების მანძილზე საკმაოდ კონსტრუქციულ და რაციონალურ ურთიერთობაში იყო რუსეთთან, მეტიც მას დიდი ეკონომიკური და მჭიდრო კავშირი გააჩნია, არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ ადგილობრივი აზერბაიჯანელებს უმრავლესობა თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა რუსეთში და ეს მნიშვნელოვან ბერკეტს აძლევს ხელს მოკლედ რუსეთს აზერბაიჯანთან მიმართებით. გარდა ამისა, აზერბაიჯანი არის ჩინეთთან ერთად ის ერთადერთი სახელმწიფო, სადაც მოლაპარაკების შედეგად რუსეთმა მცირე, მაგრამ მაინც ტერიტორია დაუთმო აზერბაიჯანს, ეს კი ცოტა წარმოუდგენელ ჟღერს ხოლმე, როდესაც საქმე ეხება რუსეთს და მის პოლიტიკურ თუ გეოპოლიტიკურ ამბიციებს. გარდა ამისა, აზერბაიჯანი კარგად აფასებს ზოგადად თავის პოზიციასაც და რუსეთის მნიშვნელობასაც რეგიონში, თუმცა ექსპერტების ნაწილი ვარაუდობდა, რომ ეს დაძაბულობის, ეს ესკალაციის მთავარი მიზანი იყო ის, რომ აზერბაიჯანს თავისი სუვერენული უფლებები და თანასწორუფლებიანი პოლიტიკური ურთიერთობა დაეყენებინა რუსეთთან მიმართებით. ამ ფაქტს ამტკიცებს ისიც, რომ აზერბაიჯანის ტელევიზიაში, სახელმწიფო ტელევიზიაში წამყვალმა ესეთი ფრაზა განაცხადა, რომ რუსეთი მიეჩვია სხვა ხალხებთან არათანაბარ დამოკიდებულებას და დროა რომ პატივისცეს აზერბაიჯანულ ინტერესებს. შეიძლება რომ ეს იყოს აი ამ თანასწორუფლებიანი პოზიციონირების მოთხოვნის რაღაც კამპანია, თუმცა არ მგონია საფარავების ოპერაცია ყოფილიყო ამის მიზეზი. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესე იგი პოლიტიკური სცენის მიღმა კულისებში რაღაცა ეროვნულ ინტერესებთან უთანხმოებას ჰქონდა ადგილი, რაც შეგვიძლია მსჯელობის საგნად ვაქციოთ თუ საერთო გეოპოლიტიკურ სურათს დავინახავთ კავკასიაში. აზერბაიჯანთან მიმართებით ძალიან საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მას შემდეგ, რაც მან აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა, გულისხმობ ყარაბაღის დაბრუნებას, მნიშვნელოვანი ესე იგი ფურცელი დაიხურა აზერბაიჯანის სახელმწიფო ისტორიაში და გადაიშალა მეორე. თუ ეს გულისხმობს იმას, რომ აზერბაიჯანმა მიაღწია მის უმთავრეს ეროვნულ ინტერესს, რის გამოც ხდებოდა აზერბაიჯანული საზოგადოების კონსოლიდაცია და დარაზვა. თუ როგორ უნდა გააგრძელოს მან პოზიციონირება რეგიონში და სოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, მნიშვნელოვან გამოწვევის წინაშე დგას შექმნას ახალი საგარეო პოლიტიკური და საშინაო პოლიტიკური ვექტორი, რის გარშემოც უკვე ახალი მიზნის გარშემო მოახდენს საკუთარი მოსახლეობის და მისი მოკავშირეობის კონსოლიდაციას. საინტერესო მოვლენები გავითარდა ჩვენს მეზობელ სომხეთშიც და სხვადასხვა ეს კითხვა გადის თუ არა რუსეთი რეგიონიდან, არა მხოლოდ აზერბაიჯანულ-რუსულ ურთიერთობების პრიზმაში განიხილება, არამედ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ხორციელდება და ხდება დღეს სომხეთში. ჩვენ მოწმე გავხდით, როგორ დაუპირისპირდა ფაშინიანი ადგილობრივ ეკლესიას. ამის ამოსავალი წერტილი ერთის მხრივ ექსპერტები განიხილავენ, რომ ეს არის რაღაცა რუსული გალვენის სფეროებთან დაპირისპირება, თუმცა არის მეორე ვარიანტი, სომხეთის ცდილობს და ფაშინიანი საკუთარი ხელისუფლების გაძლიერებას და გამტკიცებას და ყველა იმ პოტენციური მოწინააღმდეგის განეიტრალებას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას და საფრთხე შეუქმნას აბსოლუტურად ლოგიკურად, იქიდან გამომდინარე, რომ ფაშინიანმა მას შემდეგ, რაც ყარაბაღი დაუთმო აზერბაიჯანს და ამ კონფლიქტში აზერბაიჯანული მხარე გამოვიდა გამარჯვებული, არაერთი რევოლუციის ცდელობა გადაიტანა, გაიარა ბეწვის ხიდზე და საბოლოო ჯამში მოახერხა მაინც ხელისუფლების შენარჩუნება. და მას შემდეგ, რაც ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანული მხარის გამარჯვებით დასრულდა, სომხეთში დაიწყო საგარეო პოლიტიკური ვექტორის დივერსიფიკაციის პროცესი. რაშიც გვიგულისხმება ის, რომ სომხეთმა დაიწყო ახალი მოკავშირეების ძიება რეგიონში. სომხეთი აღმოჩნდა ეგრეთ წოდებულ გეოპოლიტიკურ ჩიხში, ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური კრიზისი და ამ პროცესების ფონზე მოაწერა ხელი ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობების ხელშეკრულებას. ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩავიდა კაია კალასი სომხეთში და ესეთი ბანალური ფრაზა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ევროკავშირის ურთიერთობები დღეს ყველაზე ახლოს არის. ასევე ვნახეთ, როგორ დააფიქსირა ფაშინიანმა სურვილი იმისა, რომ სომხეთი გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მნიშვნელოვანი რომ განაცხადა ის, რომ გახდება თუ არა სომხეთი ევროკავშირის წევრი, ჩვენ მაინც შევეცდებით, რომ შევინარჩუნოთ დასავლური ევროპული კურსი და მივახციოთ იმ სტანდარტებს, რა სტანდარტების დღეს ევროკავშირშია.
გარდა ამისა, სომხეთი არამხოლოდ დასავლეთის მიმართულებით დაიწყო ყურება, არამედ აქტიურ ურთიერთობაშია ირანთან და მათ ისტორიული მოკავშირეობა გააჩნიათ და ირანის გეოპოლიტიკური ინტერესი საკმაოდ მაღალია სომხეთში და ზოგადად კავკასიაში და რაც ყველაზე მთავარია 16 ივლისს სომხეთმა დააფიქსირა სურვილი იმისა, რომ გახდეს ეგრეთ წოდებული შანხაის თანამეგობრობის წევრი. შესაბამისად, სომხური საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია არ მხოლოდ უბრალოდ რუსეთ, ირანსა და დასავლეთში ლავირებს, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკურ მოთამაშესთანაც ცდილობს ურთიერთობების განმტკიცებასა და დამყარებას, როგორც არის ჩინეთი და ზოგადად შორეული აღმოსავლეთი. ჩვენ მიმოვიხილეთ ის მცირე პოლიტიკური დემარშები რუსეთის წინააღმდეგ, რაც ამ შემთხვევაში აზერბაიჯანსა და სომხეთის რესპუბლიკებმა განახორციელეს, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი კითხვა, რა გავლენა აქვს დღემდე შენარჩუნებული ობიექტურად რუსეთს რეგიონში. როგორც კი ეს მოვლენები გამვითარდა, ხედველობაში მაქვს ფაშინიანის ვიზიტები დასავლეთში, ზანგეზურის კორიდორის ხსენება, იგივე აზერბაიჯანურ-რუსული პოლიტიკური დიპლომატიური დაძაბულობა სომხეთში არსებული რუსულ სამხედრო ბაზაზე, გიუმრის 102 სამხედრო ბაზაზე, უკრაინული დაზვერვის მონაცემებით რუსეთმა გააძლიერა კონტინგენტი, შეიყვანა დამატებითი სამხედრო ძალები და თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ რეგიონში რუსული ბაზა და ესეთი ძლიერი რუსული ბაზა, ხედველობაში არ მაქვს ამ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ასევე განლაგებული არიან რუსული სამხედრო ნაწილები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ხედველობაში მაქვს სომხეთი და გიუმრის 102 სამხედრო ბაზა და იქ განლაგებული საჯარისო ნაწილები, რამდენად მნიშვნელოვანი გავლენის მატარებელია რეგიონში და რამდენად საფრთხილოა ზოგადად ამ გეოპოლიტიკური პროცესების ცვლილება ისეთ მნიშვნელოვან მონაკვეთებში, როგორიც შეიძლება იყოს კონკრეტული რეგიონი. სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როგორც თავიდან ვთქვით, შემოვიდა ახალი ინიციატივა, რომ ამერიკა იყოს ზანგეზურის მონაკვეთის შუამავალი სახელმწიფო 100 წლიანი იჯარით აიღოს აღნიშნული მონაკვეთის მართვა და იქ კავკასიაში არსებული სახელმწიფოთა პოლიტიკური ინტერესები იქნას გათვალისწინებული, ხედველობაში მაქვს ამ შემთხვევაში სომხეთი და აზერბაიჯანი. არის თუ არა შეთავაზება ეგრეთ წოდებული ტროას ცხენი და მიზანი არის თუ არა კავკასიაში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების გამოწვევა, ამისათვის შეუნა გავაანალიზოთ თვითონ ზანგეზურის მონაკვეთის არსებული მნიშვნელობა. ზანგეზურის მონაკვეთი აქამდე ფუნქციონირებდა და მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ აზერბაიჯანი სომხეთის გავლით უკავშირდება თავის ტერიტორიას ნახჭევანს, სადაც სახმელეთო საზღვარი არ აქვს და ამ დერაფნის გამოყენებით ხდებოდა აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა თავის ექსკლავთან, თუმცა საბჭოთა პერიოდში ეს რა თქმა უნდა ფუნქციონირებდა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ამას არ ჰქონდა რაღაც საერთაშორისო გეოპოლიტიკური ფუნქცია მონაკვეთს, არც მნიშვნელოვანი საბაჭრო კვანძს არ წარმოადგენდა, რადგან ეს აღიქმებოდა როგორც შიდა რესპუბლიკის სატრანზიტო გზა თავის ტერიტორიასთან. აი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, როდესაც უკვე ყარაბაღის კონფლიქტი განვითარდა, აღნიშნულმა მონაკვეთმა შეიძინა იმაზე დიდი პოლიტიკური ფუნქცია, ვიდრე შეიძლება იყოს მხოლოდ შიდა ტერიტორიის და შიდა ტრანზიტული გზის დაკავშირებისა. მოკლედ, ზანგეზურს აზერბაიჯანი განიხილავს არა მხოლოდ თავის ტერიტორიასთან დამაკავშირებელ გზად, არამედ თურქეთთან თურქეთთან სახმელეთო საზღვარს. რა თქმა უნდა, ლოგიკურია ის, რომ თუ აღნიშნული მონაკვეთი ფუნქციონირებს, გაძლიერდება და მნიშვნელოვნად განვითარდება თურქულ-აზერბაიჯანული პოლიტიკური ბლოკი და იმ ტრანზიტული მონაკვეთების გადმოტანას გამოიწვევს, რომელიც დღეს გადის საქართველოზე და ირანში. იქნება გამომდინარე, რომ ნახჭევათან კავშირი ხორციელდება დღეს ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზით და ეს 340 კილომეტრით უფრო გრძელია, ვიდრე შეიძლება იყოს ზანგეზურის მონაკვეთი, რაც მნიშვნელოვნად შეუმცირებს აზერბაიჯანს ეკონომიკურ ხარჯებს და ტრანზიტთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ხარჯებს. გარდა ამისა, თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა და აზერბაიჯანს ექნება სახმელეთო საზღვარი ნატოს წევრ ქვეყანასთან, რაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხია გეოპოლიტიკურ პრიზმაში.
და თუ ეგრეთ წოდებული დიდი თურანის იდეიდან გამოვალთ, თურქეთი და აზერბაიჯანი ზანგეზურის მონაკვეთით მოახერხებენ იმას, რომ არა მხოლოდ სტამბული და ბაქოს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები განამტკიცონ, არამედ კასპიის ზღვის გავლით დაუკავშირდნენ მათ ასევე სტრატეგიულ მოკავშირეებს, თურქულენოვან სახელმწიფოებს, ყაზახეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ზანგეზურის მონაკვეთის პოლიტიკურ მნიშვნელობას ხაზი არაერთხელ გაუსვა ალიევმაც და მათ შორის ერდოღანმაც და ორივეს რიტორიკა დამხვიდრაშია. მათთვის ეს არ არის მხოლოდ სატრანზიტო და ეკონომიკური გზა, ეკონომიკური კავშირი, მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოკავშირეობის ელემენტი. ამიტომაც საფუძვლიანი ეჭვი აქვს სომხეთში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, რომ ზანგეზურის მონაკვეთის ამოქმედება გამოიწვევს სომხური გეოპოლიტიკური ინტერესების დაკნინებას და სუვერენიტეტის საფრთხის წინაშე შეიძლება ისინი დადგნენ. ამ მოცემულობით, რა თქმა უნდა, სომხეთისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საკმაოდ ესე იგი მომგებიანი და საინტერესოა ზანგეზურის მონაკვეთის გახსნა, თუმცა მეორე მხარია ის პოლიტიკური мотивация, რომელიც შეიძლება იმალებოდეს ეკონომიკური სარგებლის მიღმა. სწორედ ამიტომ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, მათ შორის თბილისში ვიზიტის პერიოდში, რომ არა ზანგეზურის დერეფანი, არამედ შეიძლება შეიქმნათ მშვიდობის გზაჯვარედინი, ეგრეთ წოდებული საქართველოს ტრანზიტული პოტენციალთან ერთად გავაძლიეროთ სომხეთის ტრანზიტული პოტენციალი და ამით მოვიზიდოთ დამატებითი აქტორები კავკასიაში და მათ შორის ისეთი ეკონომიკური გიგანტები, როგორიც არის ჩინეთი და როგორიც შეიძლება იყოს ინდოეთი და ასე შემდეგ. თუმცა ზანგეზურის მონაკვეთის გახსნის ძველი ვერსია, რომელიც 2020 წელს ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებასთან ერთად გაფორმდა რუსეთის მონაწილეობით, ითვალისწინებდა იმას, რომ ზანგეზურის მონაკვეთი უვადო პერიოდში უნდა ემართა რუსულ უსაფრთხოების სამსახურს, რადგან რუსეთი იყო ერთადერთი პოლიტიკური აქტორი, რომელსაც შეეძლო გაეკონტროლებინა ორივე მხარის პოლიტიკური ინტერესი. რა თქმა უნდა, რუსული გადმოსახედიდან ეს მისთვის ხელსაყრელი პირობა იყო, რადგანაც უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ტრანზიტულ გზაზე იქნებოდა მას მართვის საშუალება და ამით კიდევ უფრო გააძლიერებდა მის გავლენას რეგიონში, მაგრამ ამ შეთავაზებას პერიოდშიც კი სომხეთი თავს იკავებდა, რადგანაც მას არ სურდა მის ტერიტორიაზე რომელიმე სხვა მესამე მხარეს ქონოდა მართვის სადავეები. აქ იყო მნიშვნელოვანი ესე იგი მომენტი იმისა, რომ მიეცემოდა თუ არა სომხეთს საშუალება თუ ჩათვლიდა, რომ მის სუვერენიტეტს საფრთხე ექმნებოდა გადაეკეთა ზანგეზურის მონაკვეთი, რაზეც თურქეთი, აზერბაიჯანი დამოკიდებულები იქნებოდნენ სომხეთის ოფიციალური ერევანის გადაწყვეტილებაზე და ამ ბერკეტის დათბობა მათ არ სურდათ და სომხეთის ეს პოზიცია აღქმული იქნა როგორც რეგიონალური თანამშრომლობის ხელისშემშლელი ფაქტორი. და მნიშვნელოვანი მოთამაშე შემოდის აი ამ განსჯაში, ეს არის ირანი. წარმოიდგინეთ, რომ ზანგეზური არა მხოლოდ სომხეთის საზღვარს კვეთს და სომხეთის ტერიტორიას, არამედ ის ძალიან ახლოს არის ირანთან. პრაქტიკულად ირანის მოსაზღვრე ტერიტორიაა და ირანს მაშინ, როცა შეთავაზება გააკეთა რუსეთმა, გარკვეული დიპლომატიური დაძაბულობაც კი ჰქონდა რუსეთთან, იყო საპროტესტო ნოტის გაგზავნა და ასე შემდეგ, რადგანაც ირანს მიაჩნია, რომ თუ კი ნებისმიერ მხარეზე აქვს საუბარი, თუ კი ეს მონაკვეთი გაიხსნება და ამით რაიმე სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება სომხეთისა, ამ შემთხვევაში ირანის გეოპოლიტიკური ინტერესი დადგება ეგრეთ წოდებული კატასტროფის წინაშე, რადგან ის დაკარგავს არა მხოლოდ ეკონომიკურ ბერკეტებს, რადგანაც ამ შემთხვევაში სატრანზიტო გზები ირანზეც გადის და ზანგეზურის მონაკვეთის გახსნა ირანზე გასულ სატრანზიტო მონაკვეთების გადატანას გამოიწვევს ზანგეზურზე, არა მხოლოდ ეკონომიკურ ბერკეტს, არამედ პოლიტიკურ ბერკეტსაც, რადგან ის აღმოჩნდება იზოლაციაში ჩრდილოეთის სასაზღვართან, რაც გამოიწვევს იმას, რომ დამოკიდებული იქნება იმ სახელმწიფოზე, ვინც უშუალოდ გააკონტროლებს ზანგეზურის მონაკვეთს. პლუს მას არ აწყობს, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ჩრდილოეთ პროვინციაში საკმაოდ ბევრი აზერბაიჯანული მოსახლეობა, რა თქმა უნდა, არ აწყობს რეგიონში თურქული პოლიტიკური ღერძის გაძლიერება და პრაქტიკულად მათზე დამოკიდებულება. შესაბამისად, ამ შეთავაზების პერიოდშიც კი ირანი ცდილობდა, რომ ხელი შეეშალა არსებული პოლიტიკური, ესე იგი, გეგმის განხორციელებას. საუბარი მაქვს რუსეთი თუ გააკონტროლებდა ზანგეზურის მონაკვეთს და წარმოიდგინეთ, აი ამ ბოლო ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე, რამდენად დიდი აღშფოთების საგნად შეიძლება იყოს
ეს ამერიკული შუამავლობა აღქმული ზანგეზურის მონაკვეთისა. სხვათა შორის მნიშვნელოვანია ის, რომ სანამ ესე იგი ამერიკის ელჩი ამ შეთავაზებას გააჟღერებდა საჯაროდ 2-3 კვირით ადრე ირანის გუშახთა კორპუსის თან დაკავშირებულმა სოციალურმა მედიამ გამოიტანა აღნიშნული თემა, რომ დასავლეთი ამზადებს ასეთ პოლიტიკურ შეთავაზებას, რაც ჩვენთვის იქნება გეოპოლიტიკური კატასტროფა, რადგანაც ვკარგავთ კავკასიაში ჩვენს არამხოლოდ გავლენას, არამედ ვექცევით ერთგვარ იზოლაციაში. რაც შესანიშნავად იცის დასავლურმა მხარემ და მათ შორის რუსეთმაც, ამიტომაც შევაფასეთ შეთავაზება გეწოდებულ ტრუასხენად და მას შეუძლია ისეთი დიდი პოლიტიკური მოთამაშეების ესე ვთქვათ გაღიზიანება, როგორც არის რუსეთი და ირანი. მართალია, რომ გეოპოლიტიკური დღესწესრიგის ფორმირება, ახალი მსოფლიო წესრიგი მოიცავს რევიზიას არსებული პოლიტიკური წესრიგისა, თუმცა ეს რევიზია ყოველთვის ტკინვებული არასოდეს არ ხდება ხოლმე მარტივად და იოლად, შესაბამისად რეგიონალური ცვლილები და გეოპოლიტიკური ცვლილებები კავკასიაში ეს არ იქნება მარტივი პროცესი და საკმაოდ საფრთხილოა, ბეწვის ხიზე უნდა გაიაროს ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, ვინც ამ პოლიტიკურ პროცესებში თავისი როლს იკავებს. რა როლი აქვს ამ პროცესებში საქართველოს და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ზანგეზურის მონაკვეთის გახსნამ ამ პოლიტიკურმა პროცესების ცვლილებამ საქართველოზე. თუ ჩვენ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით შევაფასებთ, ზანგეზურის მონაკვეთი გულისხმობს მხოლოდ სახმელეთოს საზღვარს და ის ვერ გამოიწვევს დიდი ტვირთების გადამისამართებას, რადგანაც თურქეთსა და აზერბაიჯანს საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვს დახარჯული საქართველოს ტრანზიტული ფუნქციის განვითარებაში. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზღვაო პორტები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეიძლება ტვირთების ნაკადის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია აზერბაიჯანულ-თურქულ ტვირთა მიმოცვლაზე გადამისამართება ამ შემთხვევაში ზანგეზურზე, თუმცა სტაბილური პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, თუ ეს გვერდზე გაიწევა სხვა ქვეყნებისა და საგარეო აქტორების ინტერესები, რა თქმა უნდა, მიმზიდველია, რაც უფრო მეტი ტრანზიტული გზა გავა კავკასიაში, მის უფრო მეტად შესაძლებელი გახდება დიდი პოლიტიკური მოთამაშეების და ეკონომიკური მოთამაშეების დაინტერესება კავკასიის რეგიონით. მაგრამ რადგანაც ჩვენ ვახსენეთ სხვადასხვა ქვეყნების ეს პოლიტიკური ინტერესები, ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება, არ შეიძლება ჩვენ ამას შევხედოთ მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, უნდა შევხედოთ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, რადგანაც ახსენით ის, რომ ზანგეზურს უფრო მეტი პოლიტიკური დატვირთვა აქვს ვიდრე ეკონომიკური. ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტად შეზღუდულები ვართ მოქმედების არეალში ვიდრე თვითონ აზერბაიჯანი, ან შეიძლება ამ შემთხვევაში სომხეთიც, იმიტომ რომ სომხეთი ალბათ უფრო მეტად ახლოს არის ჩვენთან. იქნება გამომდინარე, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზებია, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ამიტომაც მაქსიმალური სიფრთხილით ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ ამ პროცესებში, რათა მოვახდინოთ ამ სხვა პოლიტიკური მოთამაშეების მიზნების ამოცნობა და ინტერესების გაანალიზება და ამ პროცესში ასევე ჩვენი საკუთარი პოლიტიკური იდენტობისა და პოლიტიკური ნარატივების ფორმირება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი პოლიტიკური ნარატივი, რა თქმა უნდა, კვეთაში იქნება რეგიონის საინტერესო სხვა პოლიტიკურ მოთამაშეების ინტერესებთან, მაშინ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენთვის ასეკეთოთ და თავიდან ავიცილოთ ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ასეთი პროცესების კვალდაკვალ. ზოგადად, როცა ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ და პოლიტიკის ეკოს პლატფორმის მიზანიც ეს არის, რომ ჩვენ ნაკლებად ვეხებით ამ შიდა პოლიტიკურ პროცესებს და ოპოზიცია და სამთავრობო დაპირისპირებას, ამას სოციალური მედიის სხვა პლატფორმებიც აქტიურად აშუქებენ და მათ შორის ქართული მედიაც ამით არის გადაჭედილი. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ აი ეს სამწუხაროდ ეს 30 საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე რაღაც პოლიტიკურ ისტერიაში ვიმყოფებით აქციიდან აქციამდე და თითქოს არასდროს არ არის ხოლმე დრო იმისა, რომ ესეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური კითხვებზე პასუხები გავცეთ. ამიტომაც გვინდა, რომ პოლიტიკის ეკო იყოს ის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც დისკუსია ღია იქნება მსგავს საკითხებზე და ესე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში, რომ თუ ახლა დღეს აქტუალურია ფრაზა, რომ საქართველოს უნდა გადავარჩინოთ. თუ მსგავს კითხვებზე პასუხი არ გვექნება და მუდმივად ამ მისტერიულ მდგომარეობაში ვიქნებით, ვერც გადარჩენის ფორმულა ვერ დაიდება. ამიტომ მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რეალური თვალით შევხედოთ, როგორც არსებულ პოლიტიკურ პროცესებს, ასევე ამ პროცესებში დავინახოთ ჩვენი საკუთარი როლი და ამაზე დაიწყოს საზოგადოებამ მუშაობა, მსჯელობა და ღია დისკუსია.